ჯვარზე გაკროლმა მაცხოვარმა პირველი სიტყვა რა თქვა, რომ მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. მაგრამ მაცხოვარი იყო და მან თქვა ადამიანებს უჭირთ. გასაგებია, მაგრამ იქ სახარება ეკითხება ამ დღეს, რომ უნდა უარყო საკუთარი თავი, უნდა აღიღო ჯვარი და უნდა შემომიდგე მე. ეს მოცემულობა. რას ნიშნავს მარხვა? მარხვას თუ ვიტყვით, ეს ერთგვარი თავშეკავებაა. თუ თქვათ მძიმე მარხვა არსებობს, მაშინ მსუბუქი მარხვაც არსებობს. აი, რო გამმარტოთ, რატომ ეწოდება მძიმე მარხვა? თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს. არსებობს, იმიტომ რომ მძიმე მარხვას უწოდებთ ჩვენ ამას აი ამ დატვირთული დღეების გამო, შინაარსობრივად დატვირთული დღეების გამო, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით ქრისტეს ჯვარცმას და აღდგომას. შინაგანათაც ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს, რომ მარხვას მიუძღვნას თავისი თავი. აქ თავარი არის, რომ ადამიანმა თვითონ არ მიიღოს გადაწყვეტილება. ღმერთი ჩვენი მამა, ყველას ადამიანების მამა ხედავს ჩვენს მცდელობას, რომ არ ვაკლებთ მცდელობას, ვიმარხულოთ, ვილოცოთ. აი ამ დროს რატო არ გვიცავს ხოლმე? ღმერთი რომ არ გვიცავდეს, არაფერი არ დარჩებოდა.